არმამ სენტონს ვიზუალი შეუცვალა. როგორც ამ მომენტს ცოტა დააპგრეიდა. რა თქმა უნდა, მახომ ეს მანქანა იყიდა და ღამის პირველ საათზე მომიყვანა, მოდი და unboxing-ი გადავიღოთ. დავიწყოთ unboxing-ი. ჯერ არხი გამოიწერეთ. ესეც ჩვენი სენტონი და პირველი რაც თვალში ყველაზე მეტად მომხვდა ეს არის ვიზუალი. არანაირად ვიდეოებში, ფოტოებში და რავი რაც კი ვნახე, ესეთი ლამაზი ვიზუალი არ უჩანდა. პირველი, აი ხა გვერდიდან კი არა და უკდიდან რა უყურებ, აი ძალიან ლამაზია ეს ჭრილები, სხვათაშორის საკმაოდ ისეთ აგრესიულ ვიზუალს აძლევს. უკან ისეთი აი ეს დამცავი რა, ისეთ ასოციაციას ქმნის, რომ რაღაცა აი ცოტა რაღაცა მომავლის მანქანაა თუ რაღაცა ეგეთი ტიპია. წინიდანაც უკვე ეს რაღაცა ცოტა მოჭუტული თვალები, შეხედეთ. ესეც საკმაოდ კარგად გამოიყურება და მოკლედ ერთიანობაში აი არ ვიცი ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ კარგი გადასვლები აქვს, გაბერილია რაღაცა, დუტი ვარიანტია და მოკლედ ძალიან მომწონს. ესეც უნდა აღინიშნოს, რომ აი სლაიდერები რო უკეთია იმისთვის, რომ თვითონ корпуსი, ასე ვთქვათ, არ დაიჩხაპნოს, ესეც ძალიან კარგია. ხელში რო კიდებ ძალიან ხარისხიანია, ძალიან მომწონს და ვაუ, აი ხა საბურავზე მიმედო ხელი. და საბურავი აქვს აშკარად რაღაც ძალიან ხარისხიანი. საბურავი მომწონს. პლასტმასის შასი აქვს. და რაც თავარია ჩემი წუწუნი დამთავრდა და არმამ როგორც იქნა ამასაც გაუკეთა კლიფსების ნაცვლად ეს რაღაც ღილაკები. ეხლა ნახოთ როგორ ამოდის. დავაჭირეთ. ცოტა ზედმეტად შიგნით უნდა შეყოფა. გათითვა ძალიან გიწევთ. აი აბა ჯერ უკანა. ცოტა მუღამის ამბავია? ჩადე რაღაცა მუღამის ამბავია. კაი, ერთხელაც უნდა მახო. რაღაცა მარტივია თქო და აქ რაღაცა შევუყავი. ცოტა შაშიში ხმები აქვს. აბა ერთხელაც. ვაიცადე. ერთი წამი, ალბათ ცერა? კაი, აბა აქ შევუყავი. ესე. ოპა! ბიჭო, მახოს მანქანები. თულად რატო იხსნება? ხო, არა, всё, დავამუღამე. ესე იგი, აი ნახეთ, ეხლა მე ვაჩმახებ, ის არ არის რუბიკონი რო იყო რაღაც, ტვინი რო შეჭამა. ბიჭო, იტოში, შენ წინა მხარე გაასწორე, შენ აქეთა მე. ესე იგი, აქ შევუყავით, გადმოვწიეთ და დავაჭირეთ. всё. ესე იგი, აქ შევუყავი, თითია გადავიტანე, მე აქ და ნუ, ეგ არის. ესე იგი, შეგიდით რაღაც ძალიან ბევრ პლასმასებს ვხედავ. ეს ცენტრალური კარდანის იმის პლასმასის აქვს, მაგრამ ის ვიცი რომ კარდანი ისენი ხიდები აქვს რკინის. და წინა მოდელს რომელიღაცას ქონდა, მე მგონი სწორად მახსოვს, პლასმასის. ერთი შეხედვით, ამორტიზატორები კარგად მუშაობს. კი, ნამდვილად კარგია. ხო, მართლა რა ჩამოყვა? სტანდარტული SLT3 რადიო, 2 ცალი 6 კურხედი, ხო ეს როგორც ყოველთვის ელემენტები და რაღაც ქანჩი და მოკლედ ისეთი არის. ერთი უმთავრესი დეტალი, რაც მართლა ხელები უნდა უწიო, რომ ბრავო არმას არის აი ესენი. ეს რა არის მეგობრებო, ნახეთ. მაგალითად, ეს საბურავი, როდესაც ყრის ამ ნაგავს, მიწას, ქვებს, ყველაფერს შიგნით ყრიდა ხოლმე, ესენი არ ქონდა ეს ნაწილები. და ნახე 4-ვე მხარეს გააკეთა არმამ. ეს არის მართლა ძალიან მაგარი და დასაფასებელი ამბავი. ხელში რო წევ, სიმძიმის კუთხით რაღაც გადანაწილება, ასე მეუბნება რომ თითქოს ძალიან მაგარი უნდა იოროს ამ მანქანამ და ეხლა ვაპირებთ რომ გავტესტოთ ეს მანქანა და თქვენ კიდე დააჭირეთ subscribe-ს. წავედით. ჩამოვედით ჩვენ ტრეკზე, რა თქმა უნდა გავტესტოთ მისტერ სენტონი და რა თქმა უნდა ბატონი ლევანის მანქანა სლეში აქ არის, რომ შევადაროთ და ნახეთ. всё, მოკლედ ნახოთ დღეს კაი ბუღი დადგება. და აპგრეიდებული სლეში სენტონის წინააღმდეგ და ნახოთ, მე მგონი მაინც ვაჯობებთ. Go-ზე მივდივართ. 3, 2, go!
3, 2, go! ამჯერად სენტონმა გაიმარჯვა. მოდი ერთის, ესე იგი, ერთი ნიჩია გვაქვს, ერთი სენტონი. 3, 2, go! ეს რა მებრძოლის სულის კვეთების არის. ლევანი ამბობს იქიდან ვერაო, აქედან გავკაჭაო, მიდი. რა თხარ? 3, 2, go! ადრე დაიძრა, ფალსტარტი იყო. ადრე დაიძრა, ფალსტარტი იყო ლევანი. ის ხო? მეც დავინახე. კაი, ერთიც. სათხარ? ეხლა ლუკას გავაცურებთ. 3, 2, 1. ვიწყებთ 3, 2, 1. ხო. სად არის? სად არის? სად არის? მოყავე სად არის? მოყავე ნახე. მოხვედი ლუკ. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ესეთი იდეა, რომ მეც და ლევანმაც გავიაროთ ორ-ორი წრე სენტონითაც და გავიაროთ სლეშთაც, რომ რეალურად ნახოთ, რომელი მანქანა უფრო კარგად გემორჩილება. ხო, და იქ კიდე ის აქვს, ბენზოხერხი აქვს ჩართული და იმედი არ გაწუხებთ. პირველი იქნება სენტონი, ლევანი დაიწყებს და ლუკა დროზე იქნება. პირველად ვატარებ. 3, 2, go! მიდი ლევან, მიდი. წავიდა, მიდი. ლუკა ნახე მეორე წრე არ გამაზორო და სტოპო. დავაი, ჩადგი. 18 და 8. ნუ 18 და 8, კაი. მოკლედ 18 და 8, მოდი ახლა მე ვწდი. მე დაგითვლი. დავაი. მოიცადე? ჰა, სად ვარ? 3, 2, 1. კი, არის. მიაქ. და 7. 17 და 7. ერთი წამი. ერთი წამით უკეთეს. ოკეი, დავაი სლეშის დროა. კაი, ახლა სლეშის დროა და ანალოგიურად ჯერ ლევანი მე. დავიწყოთ. всё, ვიწყებ. ლუკა მზად ხარ. 3, 2, go! სულ სტარტებით მე ფეხარ შენ. არა უშეს მე. წავიდა. ყველა მანქანაში ხო. ყველას. Nice. ნუ 18-7. წინ არა იყო. 18-7 იყო. ამას სენტონზე ყველაზე კაი დრო, ამაზე 18-7. 18-7. კაი. 3, 2, 1. Stop it. Get some help. სათხარ? კი. 3, 2, 1. გადავარდა. ჩვიდმეტი წამი ზუსტად. იქ არის რა. ხო, მაგრამ აუღრიშოთ, ეს პოლი მოხოდილია და ეს ტოკია, 5-დან ამოღებულია. გავიგე, მაგრამ ეხლა ცუდი ელექტროობა ამას არა. მოკლედ, რეალური შეფასება ესეთია. უბრალოდ რომელიც მოგწონს ის უნდა იყიდო. გამძლეობით, რავი, ორივე ძალიან მაგარი მანქანა არის და აბსოლუტურად 100%-ით, აი როგორ თქვა, ღირსეული კონკურენტები არიან ერთმანეთის. ორივე მერდროში იარა ფაქტიურად არაფერი სხვაობა არ ხონია რა. მოვედით იუსტიციასთან და ნახოთ ამ საფარზე რა ზიზავს ეს მანქანა. ძალიან მაინტერესებს. იქ მართლა გამოოცა. როგორც უკვე გითხარით, სლეშის კარგი კონკურენტია. რამდენად ჯობია სლეშს ეს მეორე საკითხია. და მოდი ნახოთ აქაც, წავედით.
ბახო მისი არ მოიყვანო მანქანაო, სანამო არ ნახავო, ხტომებში როგორ არისო და წამოვა ვნახოთ. მაგარია. ესე იგი, ახალი მანქანაა, სულ რაღაც, არ ვიცი, 10 ჯერ მოგვიწია ახთა დაფარება და დავიტანჯე ყველა მახოს მანქანას. აი ესე რატო ემართება, რომ ვერ ვაფარებ. დავიტანჯე. იდიოტი ხარ. ნახე რა. კი, წავედით. აი ეს მილი, ხედავ მილი მარცხნივ. ის მილი იყოს ფინიში. იქიდან წამოვიდეთ, აი ამ ხაზს გადმოვცდეთ, მოუტრიალდეთ და ვინ გავა პირველი. აი ესე უყურე ერთ წამი, წამოვედი, ამ ხაზს გადმოვცდი, გავედი და დავაწექი და ვინ პირველი გავიდა რა. დავიწყოთ? 3, 4, go! დავაი 1, 3, 2, go! დავამთავრეთ დღევანდელი ვიდეო. იმედია მოგეწონათ ეს ბიჭი და მოგლეთ ნახვამდის. ვისი ნაწილი გავარდა? რა მაგრა დამოისრო. ეს შეიძლება რა, კაი მანქანები იყო. რა მაგრა.